ომის დასრულების პირველი ნაბიჯი დაუყოვნებლივ და უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. თუმცა ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ რუსეთი მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის. რუსეთი არ ამცირებს თავის სამხედრო ძალისხმევას, არამედ აძლიერებს მას. ჩვენ იმ ვითარებიდან, სადაც რუსეთი ვითომ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, იმ სიტუაციამდე უნდა გადავიდეთ, სადაც მათ მოლაპარაკება სჭირდებათ. ბევრს საუბრობენ შეთანხმების ფარგლებში უკრაინული არმიის შემცირებაზე. თუმცა ჩვენ არაფერი გვსმენია რუსეთის არმიის შეზღუდვაზე, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და ეს დესტრუქცია გამოიწვია. რამდენად სწორი მიდგომაა ის, რომ უკრაინა დათანხმდეს შეამციროს თავისი არმია, როცა რუსეთი სამომავლო იერიშებისთვის სამხედრო ძალების გაძლიერებას თავისუფლად შეძლებს. თუ გსურს, რომ ეს ომი აღარ გაგრძელდეს, მაშინ უნდა შევზღუდოთ რუსეთის არმია და მათი სამხედრო ბიუჯეტი. თუ შენი მთლიანი ბიუჯეტის 30-40%-ს სამხედრო მიზნით ხარჯავდა სოციალურ საკითხებზე მხოლოდ 16%-ს, მაშინ მისი ხელახლა გამოყენება ისევ მოგინდებათ. ეს კი ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა გადაწყვიტოს, რამდენს ხარჯავს სამხედრო სფეროზე. ამიტომ არ უნდა გავეხვიოთ ამ ხაფანგში, რომელსაც რუსეთი გვიგებს, როდესაც უკრაინის არმიის შეზღუდვაზე საუბრობს. უკრაინას რუსეთზე იერიში არასდროს მიუტანია. არც ის 19 ქვეყანა დასხმია მას თავს, რომლებსაც რუსეთმა შეუტია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რა სახის დათმობებსა და შეზღუდვებს ვხედავთ რუსული მხრიდან, რათა ვითარება არ გაუარესდეს და მათ ხელახალი შეჭრის შესაძლებლობა აღარ მივცეთ.